ეს უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება შემისწოროთ 100 მახსოვ და სამწუხაროდ ეს პრობლემა ისევ დადგა იმ 70 წლიანი საბჭოთა პერიოდის მერე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი განათლებას იღებდა, მაგრამ ეს განათლება იწყებოდა და მთავრდებოდა დიპლომით. არის ეს პრობლემა ქვეყანაში. კადრების პრობლემა არის ქვეყანაში. გია ყარყარაშვილი ყარი სამზარეული კადრი. მართალია ის ადამიანი აღარ უაცრავად რა ნებისმიერი ადამიანი ვინც ამ დარბაზში ის და დარბაზის განაცხადი 30 და 30 განახეთ ეგეთ იქნება ალჟერ უფრო კომპეტენტური ვიდრე მათო ახალაია თავდადო და კარგად უჩვენ ძალი ალჟერ უფრო კომპეტენტური ვიდრე კეზერაშვილი ნებისმიერ სფეროში სამხედრო საქმეში ფინანსების საქმეში და უგუნებოდ სადაც მუშაობდა გაზ აი ეს არის ამის საკადრო პრობლემა რომ მაგაზე უკეთესი ვერ იპოვეთ ამაზეა ლაპარაკი ანუ ყვირის ეს ხალხი ასე ვთქვათ, აი მაგათი სახელები ამ შემთხვევაში. ამაზე ის რა. ხალხი არაკომპეტენტურობა ცილდება ისეთ ზღვას, სადაც არ არის საჭირო ექსპერტის შეფასება. პოლიციელი რომ არ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, გენშტაბის უფროსი, ეხლა არ უნდა ამას დიდი სამხედრო ექსპერტები. თავისთავად მე გამიგია რომ კარგი პოლიციელი. კარგი სპეციალისტი. რაც მე სამხედრო სფეროზე ბევრი გამიკითხავს მეც, მაგრამ არ თუ ვითავ სამხედრო ექსპერტად. იმიტომ რომ ამას სხვა განაცხადება, მაგრამ ის თვალიდან რომ გენშტაბი რომ გაზარდო წლები გჭირდება თუ არა 100 წლეულები. თურქეთის არმიაში რომელიც ეს ამერიკაში უფრო კვალიფიციური რამდენი ოფიცერი დავასრულებ ჩემს თურქეთის არმიის პროფესიონალიზაცია თუ გადაწყობა დასავლურ სტანდარტებზე მე-19 საუკუნის შუაში დაიწყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს მთელი გენშტაბი იყო გერმანელი ოფიცრები დაკომპლექტებული, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე რთული დონე. მაგას ვერ შექმნი რამდენიმე კურსი. მაგრამ ნიკაჟანჭყავაზე რამდენი უფრო კვალიფიციური ადამიანი ყავს? კადეტთა კორპუსი რო გაუქმეთ ეს რა იყო? აი თქვენ რასაც ამბობთ, ხო? ხანგრძლივობა ჭირდება. მე ზუსტად მაგას გეუბნებთ, ხალხიანი ოფიცრები რო არ არსებობენ. კადეტების კორპუსი რო გაუქმეთ, რა იყო ეს? გამაგებინეთ რა, კადეტი ხო რა არის? მომავალი ოფიცერი. რომ გამოყარეთ ის არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა კუჩაში. ამაზე საუბარი მეზე არაფერი. დავით, მინდა აი კრიტიკაში კი აი მე აი წმინდა ადამიანურად მაინტერესებს რა დავანებოთ ახლა ჩვენს გამართა. აი რა ღირს თუნდაც ერთი აღიარება. აი რო თქვა ახლა რომ კი ბატონო მართალი ხარ, არ უნდა ყოფილიყო. აი ისე მეუბნები რომ ეხლა ფეშელაშვილი იყო დიპლომატიის დედოფალი რა. საქართველოში არ არიან ეგ არის ინსტიტუტი. საქართველოში არ არიან დიპლომატები. ჩემი სიტყვების ინტერპრეტირებას ახდენ. არა, ჩემო რა, არანაირი თანაგუნდელი არ გააზრდა. ვარსკვლავია დიპლომატია. არ არის ისა დავით რა, მე არ კრიჭაში არ გიდგევათ ხო, გეუბნები, აი ჩვენ შედვართ ახლა და საუბრობთ ამ ქვეყნის ბედიღბალზე. არანაირი პიროვნული ჩვენ შორის არ არსებობს, ხო? მე მგონი დამეთანხმები. აქ არის ქვეყანაზე საუბარი რა. არაკომპეტენტურობამ, ანუ ქართულად კარგი სიტყვა, უწიგნურობამ. ალეკა ეს ხელისუფლება აქცია უწიგნურობა. ქართლის ცხოვრებაში არის ასეთი ძალიან საინტერესო ტერმინი რა. უმეცრად უსამართლო. უსამართლობა მოდის უმეცრებისგან. შემოკარგებო, გაიგეთ ესა რა. არ შეიძლება კეზერაშვილზე კი არა, მთელ აი ვინც აკავთ უმაღლესი ოფიცრობა, თითოეულა გამონაკლისის გარდა გარტყმუნებ დათო შეგვიძლია ჩვენ ამის გაკეთება თუ მოვინდომეთ და თქვენგან თუ სურვილი იქნება. მე პირადად გაჩვენებთ როგორი არაკომპეტენტურები არიან ისე. საქართველოს ტანკები არ ჭირდებოდა და მსუბუქი შენაერთები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ჭირდებოდა. ამას რა თქმა ბევრი საუბარი. სენატის ბაზიდან რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გაიტანეს რუსებმა ისე რომ არ გამოგვიყენებია ჩვენ ამას რა თქმა ბევრი საუბარი. რა თქმა ამას ბევრი საუბარი, რაზე ვკამათოთ ჩვენ. კეზერაშვილი გაუშვით სახში თუ სადღაც უმზადეთ ახლა ელჩობა. ციხეშია დასასვლელი კაცო. დანაშაული კაცო, როცა პორტარტური აიღეს იაპონელებმა გაიმარჯვეს ხო პორტარტურთან. იაპონელების სარდალმა ხარაკერი ჩაიტარა რომ 55,000 იაპონელი ჯარისკაცი შესწირა. ღირსების გზნობა მაინც არ აქვს კაცო. ღირსება ხო რა არის? კონტრაბანდა ხო არ არის მართლა ამ ქვეყანაში? შეიძლება შეურაცხყოფის ზღვარზე ნუ გადავალ. შეურაცხყოფის ზღვარზე არ გადავსულვარ და ღირსების გრძნობა მე პირადად მაქვს და ასევე ეჭვი არ მეპარება რომ ვაში გამოიხატება ღირსების გრძნობა გააქვს, მაგრამ
ამაზე როცა ვსაუბრობ ჩვენ, კიდე მიმტკიცებ, რომ არა კაცო, აი კადრები არ ყავდა თურქები, ოსმალეთის არმია, შემოკარგო პირველი ოსმალეთის მაგალითად იაპონიის მოგწონს, მაინც ისტორია ინსტიტუტის კადრებაში, ხო? თუ ასე არის საუბარი ოსმალეთის არმია, გერმანელები სარლობდნენ. ხალიფოვის ოპერაცია რა იყო მაშინ? თუ ამაზე არის საუბარი. პოლკოვნიკი იყო მაშინ აფეთურქი. რომ იგერები ბრიტანელები არზე მე საუბრობ. ეგ არის კონკრეტულად რეკლამა უნდა გაუწია. საქმიანობა და არა გენშტაბი. კაცი ვერ მოწევს, ეხლა ნაომარი. 15 წელია ომობს ეს ქვეყანა და კაცი ვერ მონახეთ ვინ სამხედრო საქმე ის კაცო. არა, მეობრები ძალიან ბევრია, მაგრამ ძალიან ცოტა არის დაგეგმვის სპეციალისტი. კარგი, ისეთი რომ ვთქვათ, საერთოდ სპეციალისტი კი არა, საერთოდ დაგეგმვა სიტყვა არის ის. კახა კაცოდაძე, დაუძახეთ ხოლმე, ხანდახან, კაცოდა შეეკითხეთ რა. კახა კაცოდაძეს დაუძახეთ ხანდახან და იმას შეეკითხეთ. უკაცრავად რეკლამა უნდა გავუშვათ, აუტონ შეიძლება და საფეთური მივიღოთ. რეკლამა და რეკლამის შემდეგ გამოვხდოთ ჩვენ საუბარს და დისკუსიას აღვნიშნოთ. პროგრამა ბარიერი. პროგრამა ბარიერი ტელეკომპანია კავკასიის ეთერში კვლავ ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ შეკლავად რეკლამის დროს დისკუსია. ხალბატონ ჩიორა ჩივით რომ ჩემი უფლებები ილახებაო და ბალანსის ირღვევა მათ შორის გენდერული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხალბატონ ჩიორა ჩვენი მოსაზრებები. ამ გადაცემაში ჩემი მოსვლის მიზეზი სწორედ ის იყო რომ ძალიან მოხარული ვიქნები თუკი ჩვენ შორის შედგება კონსტრუქციული საუბარი, თუნდაც კამათი, ცალკეულ თემებთან დაკავშირებით დესტრუქცია ჯერჯერობით ადვილი არ ქონია. დავასრულებ. განსხვავებული აზრი არ ნიშნავს დესტრუქციას. გადავიდეს მომავალზე? დავასრულებ შეიძლება. ამ იმედით ვარ მოსული და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გადაცემის ბოლომდე ჩვენ შევძლებთ რომ ამ საკითხებზე შევთანხმდეთ. რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი ეს არის ჩვენი ყოფის აუცილებელი შემადგენელი ელემენტი და არ ამგონია ამასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა არსებობდეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ასევე ალბათ სხვისი აზრის მოსმენას და დიდი მადლობელი ვიქნები თუ ეს მომცემთ ახლა საშუალებას. განათლების საკითხი იქნა წინ წამოწეული იმასთან დაკავშირებით რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს ქვეყანას ამის გამო. ნამდვილად გეთანხმებით რომ ეს შეიძლება ძალიან ისეთი ძირეული პრობლემა იყოს და არის ქვეყნისათვის და შეგახსენებთ რომ ეს არის შედეგი სწორედ იმ 70 მეტ წლიანი საბჭოთა წყობილებისა, ხო, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა და რომლიდანაც ჩვენ გავთავისუფლდით. და სწორედ განათლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი არის ალბათ ისიც, რომ ჩვენ ვიცით რა არ ვიცით და მე ვიცით ბატონებული ხარ, რომ ვიცით რა არ ვიცით. მე იმედი მაქვს, რომ შესაბამისი გამგები კარგად გაიგებს. ასე რომ მინდა ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, რას ველით ჩვენ დღეს როგორც ერთ-ერთი მოქალაქე საქართველოსი, მაგრამ ამავე დროს როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი მომავლისაგან. ბატონმა თათომ ძალიან სწორი შენიშვნა გააკეთა, როდის ვისაუბროთ მომავალზე. ჩვენ ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ წარსულზე. არა მარტო დღეს, არამედ ხვალ, ძეგ და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მომავალი თაობები შეაფასებენ. იმას თუ რა მოხდა საქართველოში აგვისტოში თუ მანამდე თუ რა ძალსაჭიდილი იყო. ეს ხომ ნამდვილად არ არის რუსეთსა და საქართველოს შორის ჭიდილი. ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის განსაკუთრებით ისტორიკოსებმა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსთან მიმართებაში ეს იყო ძალიან მკაცრი განაცხადი რუსეთისა მთელი დასავლეთის მიმართ, მთელი დასავლური ღირებულებების მიმართ, მათ შორის იმ ღირებულებების მიმართ, რომელმაც დღეს ჩვენ აქ გაგვაერთიანა, ხო, დემოკრატიული, პლურალისტური ღირებულებების მიმართ. სწორედ იმის გამო, რომ რუსეთს არ შეუძლია იმის დაშვება და ატანა, რომ კავკასიაში არსებობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც მიმართული არის სწორედ აი ამ დემოკრატიული ღირებულებებისათვის, სწორედ ამან გამოიწვია საბოლოო ჯამში ისეთი ესკალაცია საქართველოში, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაანახა დღეს რუსეთის საფრთხე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა მივიღეთ და რა შედეგი მივიღეთ, თუნდაც აგვისტოს მოვლენებიდან, ეს შედეგი არა მარტო საქართველომ, არამედ მთელმა მსოფლიომ მიიღო. შედეგი არის ის, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა რეალურად რა როლში არის საქართველო, მთელმა მსოფლიომ დაინახა ვინ არის რუსეთი და რა აგრესია არის დაბუდებული ამ ავტორიტარულ ქვეყანაში.
რომელიც რა თქმა უნდა არ დაკმაყოფილდება საქართველოსი თუ რუსეთს შესაბამისი პასუხი არ გაეცა. ვინ იქნება შემდეგ?